სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ათურთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ დღეს ამ კითხვით შემოვიფარგლებით და 59 ნაწილს ხვალეც შემდეგ გავაგრძელებთ. ძალიან საინტერესო კითხვა არის, ამაზე მე მგონი გაცემული აქვს ჯონ მაკარტურის პასუხი. ეს ეხება ებრაელთა წერილს, იმ ნაწილს, რომელიც შედარებით ძნელად გასაგებია ბევრისათვის. და ბევრი ახსნა არის, მაგრამ ეხლა მე რაც ვნახე, კიდე უფრო ღრმა და უფრო დეტალურად ახსნა ჯონ მაკარტურმა და საინტერესოა, ამიტომ ამის კიდევ ერთხელ მოსმენა, რომელიც არ გვაწყენს ჩვენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადგილები ბიბლიაში თუ არასწორად იქნა გაგებული, არასწორ დასკვნებსაც გამოვიტანთ. რას ნიშნავს ისინი ისევ ჯვარს აცვავენ, ძეხთისას და ლანძღავენ? კითხვის ავტორი: გამარჯობათ, მე აპრილი ვარ. აპრილის სახელი არის ცნობილი, ეპრილ. მამაკაცაც ქვია ეპრილი, გვარიც გამიგია, სოპრანოში თუ გახსოვთ ხო, რიჩი ეპრილი, გვარი არის და ზოგს სახელიც ქვია. ჩემი კითხვა ორნაწილიანია და ის ებრაელთა მე-6 თავიდან იწყება. მე-4 მუხლიდან დაწყებული, სადაც საუბარი ადამიანებზე, რომლებმაც განიცადეს ღვთის დიდება, შემდეგ კი უარყოფენ მას და ტოვებენ მას. შემდეგ კი ნათქვამია, რომ შეუძლებელია მათი მონანიებისაკენ დაბრუნება, ასე რომ ჩემი პირველი კითხვა, რატომ არის ეს შეუძლებელი? და შემდეგ ჩემი მეორე კითხვა, რომ ეს ღმერთს ღიად არ ცხვენს? და მაინტერესებს, რას გულისხმობს ეს შერცხვენა? მე წავიკითხავ ამ ნაწილს, მე-5 თავიდან იწყება ეს აზრი და გადავალთ მე-6 თავზე და შემდეგ სხვა თავებსაც ჯონ მაკარტური თვითონ მოიხმობს ამას, რომ ჩვენ უკეთესად გავირკვეთ თუ რაზე არის საუბარი, ხო? ეს არის მაგალითად მე-5 თავიდან იწყება. ეს ნაწილი, რომელზეცაა ლაპარაკი. ახსნა არის იესოს უპირატესობა ანგელოზებზე, მღვდელმთავრებზე უმეტესად და შემდეგ ესეთი რამე იწყება მე-11 მუხლიდან მე-5 თავის. ბევრი გვაქვს სალაპარაკო ამის შესახებ, მაგრამ ძნელია განმარტება, რადგან ყურმძიმენი გახდით. ვინაიდან დროის მიხედვით თუ იმსჯელებთ, უკვე მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თქვენ ჯერ ისევ ღვთის სიტყვის პირველ საწყისები გაქვთ შესასწავლი, მაგრამ საჭმელი კი არა, რძე გჭირდებათ, რადგან ყოველი, ვინც რძით იკვებება, ჩვილია და არ აქვს გამოცდილება სიმართლის სიტყვის გასაგებად. მაგარი საჭმელი განკუთვნილია მოწიფულთათვის, რომელთა გრძნობები ჩვევით არიან გაწაფული კეთილისა და ბოროტის გასარჩევად. და შემდეგ გადადის მე-6 თავზე. ამიტომ, ნახეთ, ამიტომ იქიდან მოდის ხო აზრი. ამიტომ მივატოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვესწრაფოთ სრულყოფას. ნუღარ ჩაუყრით საძირკველს მკვდარი საქმეების მონანიებასა და ღვთის რწმენას. ნათლობის, ხელდასხმის, მკვდართა აღდგომის, მარადიული განკითხვის მოძღვრებას. და ამასაც გავაკეთებ თუ ღმერთი ინებებს. ვინაიდან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, აი ნახე, განათლებაზე ლაპარაკი, რომელთაც მიიღეს ზეციური ნიჭი და სულიწმიდის მოზიარენი გახდნენ, იგემეს ღვთის სიტყვის სიკეთე და მომავალი საუკუნის ძალები და მერე დაეცნენ, ამის შემდეგ კვლავ განახლდნენ და მოსანანიებდნენ, რადგან ისინი ისევ ჯვარს აცვავენ, ძეხთისას და ლანძღავენ. აი ამაზეა ლაპარაკი ამ ადგილზე, ხო, 6:6. და როგორ გავს ეს მართლმადიდებლებსაც ძალიან აქტუალურია, ჯონ მაკარტური კათოლიკეებს ახსენებს და მე მართლმადიდებლობიც ვიგულისხმევ ამაში. ვინაიდან მიწა, ამასაც მოიყვანს ჯონ მაგალითი ამ მაგალითს, ვინაიდან მიწა, რომელიც იწვევს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანილს, სასარგებლო მათთვის, ვისთვისაც მუშავდება. იგი ღვთის განღებულოს კურთხევას, ხოლო რომელიც იძლევა ეკალსა და კუროს თავს, უვარგისია და ლამის დაწყევლილი, მისი ბოლო დაწვაა. გადავთ, მაგრამ გჯერა საყვარელონ უკეთესი ხარ და ფლობთ გადარჩენას. ნახე, აი აქ გამყოფი არის, მაგრამ მე-9-დან გამყოფი არის, უკვე ნახეთ, უკვე მიმართავს მორწმუნეებსო. მანამდე არის ლაპარაკი ისეთ ადამიანებზე, რომლებმაც მარტო იგემეს, მაგრამ აი მე-9-ზე, მაგრამ გჯერა საყვარელონ უკეთესი ხარ და ფლობთ გადარჩენას, თუმცა ამგვარად ვლაპარაკობთ. ხედავთ? მოდით ახლა მოусმინოთ ჯონ მაკარტური რას სიტყვის ამას და კიდე რამოდენიმე მუხლებსაც დაამატებს. ეს ძალიან კარგი კითხვა აპრილ და ეს ბევრი ადამიანისათვის ძალიან პრობლემატური მონაკვეთია. შეიძლება ებრაელთა მე-6 თავს გადავხედოთ და მოკლედ გეტყვით. ებრაელთა მიმართ წერილში აქ გაქვთ კონტექსტი. მოდით ზოგადი სურათი მინდა რომ მოგაწოდოთ. თქვენ უნდა გესმოდეთ თუ ვისთვისაა და რაზეა დაწერილი ეს წერილი. და ამის გაერთიანება ადვილია თუ ეპისტოლეს თქვენ კარგად შეისწავლით. მოკლედ არის ებრაელთა ჯგუფი, რომელიცაც ქრისტეს სწამთ.
ჩვენ არ ვიცით სად არიან ისინი, რადგან ადგილმდებარეობა არ არის მითითებული. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი ქრისტეში ძმები იყვნენ. არსებობდა ებრაელთა თემი, რომლებმაც ირწმუნეს, რომ იესო მესია იყო. ეს წერილი მათთვის დაიწერა. სწორედ ამიტომ არის ის მიმართული ებრაელებისაკენ. ისინი ებრაელი მორწმუნეები არიან. ებრაელ მორწმუნეებთან ასევე ასოცირდება ებრაელთა ჯგუფი, რომლებიც სახარებას თავიანთ გონებაში ჭეშმარიტება თვლიდნენ, მაგრამ არ ეთანხმებოდნენ ქრისტეს. ხედავთ განსხვავებას, ესე იგი, ამ ჯგუფს შორის რა, ორი ჯგუფი არის აქ, ლაპარაკია ორ ჯგუფზე. და მიზეზი, რის გამოც ისინი არ ეთანხმებოდნენ ქრისტეს, არის ის, რომ იცოდნენ, რომ ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოუწევდათ. მათ ოჯახებიდან გააძევებდნენ, დასჯიდნენ, ისინი სინაგოგების გარეშე დარჩევნდნენ, როგორც ამბობენ ხოლმე. ეს იქნებოდა ასევე კათოლიკურ ეკლესიაშიც. ანალოგიურად მოიქცა კათოლიკურ ეკლესიაც. გახსოვთ, როცა დასდევდნენ პურიტანებს და რეფორმაციის ხალხსაც, რომლებმაცაც უნდა ქრისტეს მიიღება. როდესაც ისინი სიტყვით აძევდნენ ხალხს ეკლესიებიდან. ეკლესიიდან განკვეთას ეწეოდა კათოლიკურ ეკლესია. ასე უწოდებდნენ მას. მართლმადიდებლობაც არ არის გამონაკლისი ამ კუთხით, როცა კი ვინმე მათ წიაღში იგებს სახარებას და ჭეშმარიტ ქრისტიანობას და არა ეთანხმება ნაციონალურ მანტიაში გახვეულ რელიგიას. ასე რომ მათ იცოდნენ, რომ ფასის გადახდა მოუწევდათ და აი ისინი ამ ქრისტიანულ ეკლესიის განაპირას არიან და არ მოდიან ქრისტესთან, რომ თლიანად მიიღონ ქრისტე. ასე რომ თქვენ დაწერთ ამ წერილს იმის ასახსნელად, თუ როგორ არის იესო გაცილებით უკეთესი ვიდრე ძველ აღთქმაში მოწოდებული ნებისმიერი პიროვნება. გაცილებით უკეთესი ვიდრე ანგელოზები, გაცილებით უკეთესი ვიდრე წინასწარმეტყველები, გაცილებით უკეთესი ვიდრე მოსე, გაცილებით უკეთესი ვიდრე სამღვდელოება, რომ მისი აღთქმა გაცილებით უკეთესია ვიდრე ძველი აღთქმა, რომ მისი მსხვერპლი გაცილებით უკეთესია ვიდრე ძველი აღთქმის მსხვერპლი. და ნათქვამია გთხოვთ, ნათქვამია იესო უკეთესია ვიდრე ყველაფერი, რაც თქვენ ეჭიდებითო. და ჩამოთვლილია იქ შაბათობები, ყველაფერი ეს რიტუალები. შემდეგი პერიოდულად მოდის ეს გაფრთხილები. ნუ უგულველყოფთ, ნუ უარყოფთ, ნუ გაიქვავებთ. თელი წერილი ამითია გაჟღანთელი, ხო? ნუ გაიქვავებთ გულს თავი 4. აი, ნუ დანებდებით. თუ თქვენ აქამდე მოხვედით, თქვენ ზღვარზე იმყოფებით, ეუბნება ავტორი. თქვენ განათლებული ხართ, მართალია ნათქვამია მეოთხე მულში და რას ნიშნავს ეს? ეს არ ნიშნავს ხსნას, როგორც ეს ბევრს გონია. აქ არ არის სიტყვები, რომლებიც ბიბლიაში გამოიყენება ხსნისათვის. არც ერთი სიტყვა არ არის აქ. განათლებული ნიშნავს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია. თქვენ გაუსინჯეთ გემო, გაუგეთ ზეციურ ნიჭს გემო, ცხადია ზეციურ ნიჭი არის ქრისტე, ან სულიწმინდა და აქ იყვნენ ეს ებრაელები. ანუ თქვენ გასინჯეთ გემო, თქვენ გასინჯეთ სულიწმინდის ძალა. თქვენ ნახეთ, როგორც მეორე თავში ნათქვამი, ნიშნების, სასწაულების, სულიწმინდის ნიჭი მოციქულების ან თუნდაც ქრისტეს მეშვეობით. თქვენ ყველაფერი ეს გასინჯეთ. თქვენ სულიწმინდის თანამოწამეც კი იყავით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ალბათ სულიწმინდის მიერ მოხდენილ სასწაულებსაც ესწრებოდნენ. თქვენ გასინჯეთ ღვთის კეთილი სიტყვა. თქვენ გასინჯეთ მომავლის საუკუნო ძალები და ამას კიდევ ერთხელ უნდა ეხებოდეს, ეს არის სასწაულების ძალა, რომელიც მომავალ სამეფოში დაბრუნდება. ასე რომ ის ამბობს, რომ თქვენ შესაძლოა იესო გემსახურებოდათ. თქვენ ნამდვილად გემსახურებიან მოციქულები, თქვენ ნახეთ მათი სასწაულები, მათი განკურნება, დემონების განდევნა, თქვენ გაუსინჯეთ ღვთის კეთილ სიტყვას გემო, რომელსაც ისინი ქადაგებდნენ. თქვენ ამ ეტაპებამდე მიხვედით. ახლა ის ამბობს, რომ თუ შემოbrundებით, თუ ზურგს აქცევთ და დაეცემით, შეუძლებელია უკვე რომ განახდეთ მონანიებისა და ხსნისათვის. რატომ? რადგან აღარ გექნებათ უფრო მეტი სინათლე, აღარ გექნებათ მეტი მტკიცებულება, თუ თქვენ საბოლოო დასკვნა გამოიტანეთ, რომ ზურგი აქციოთ და წახვიდეთ. და სულ ეს არის, რადგან მათ აღარ შეუძლიათ მეტი მტკიცებულების უკვე მოცემაო. არსებითად ზუსტად ამას ვამბობდით კვირადილით. ზუსტად ამას აკეთებდნენ მწიგნობრები და ფარისევლები. გახსოვთ ხო იესოსთან მიმართებაში. ამას აკეთებდნენ იუდევლები. მათეს სახარების მე-12 თავის მიხედვით ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რაც იესომ გააკეთა და თქვა, ვისი ძალით გააკეთა? ბელზებულის, ანუ ეშმაკის ძალითო. ისინი მათ დაასკვნეს სრულიად საპირისპირო ჭეშმარიტება, რადგან ისინი ძალიან გულქვანი იყვნენ. ამიტომ ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი იგივეს ამბობს. აჰა, თუ ამ გზას თქვენ გაივლით, იხილავთ ღვთის ძალას, მოისმენთ ღვთის სიტყვას, იხილავთ სასწაულებს, იგებთ ამ ყველაფერზე, შემდეგ მოbrundებით, ზურგს აქცევთ და წახვალთ მისგან.
აღარასოდეს განახდებით მონანიებისთვისო. სინამდვილეში თქვენ უკვე კვლავ ჯვარს აცვავთ ღვთის ძეს და ღიად არ წხვენთ მასო. რას ნიშნავს ეს? თქვენ დგებით იმათ გვერდით, ვინც იესოს სიკვდილს ნატრულობდა და ამბობდა ჯვარზე აცვიეგო. გახსოვთ ხომ? და მისი შეურაცხყოფა უნდა და მას აფურთხებდა. ხოლო ორი არჩევანი გვაქვს ჩვენ. ან შენ იესოს იღებ მხსნელად, ან იმ ადამიანებთან, ვინც იგი ჯვარს აცვეს, იმათთან ერთად დგები და ყვერი, ჯვარს აცვით, არ გვინდა რომ ეს კაცი ჩვენზე მეფობდესო. ეს არის ის, რაცაც არსებითად ეს წერილი ამბობს. ისე უნება ამ ებრაელებს, რომლებიც ეკლესიის მიდამოებში რჩებიან და არ შედიან, შიგნით რომ იესოსთან ახლოს მივიდნენ. ხედავთ? და ვისაფრთხილებს, ნუ წახვალთ იმ მიმართულებით, ნუ აქცევთ ზურგს. და მეორე თავში ისამოს, როგორ ავწდეთ ღვთის რისხვას, თუ ჩვენ უგულებყოფთ ასეთ დიდ ხსნასო. ამიტომ ნუ უგულებყოფთო. თქვენ ასე ახლოს ხართ, ამიტომ მობრძანდით და მიიღეთო. და მეოთხე თავში მე იქიდან პირდაპირ მუხლებს გამავსება პირველი. ამიტომ გვეშინოდეს, რათა ვიდრე მის სიმშვიდეს შესასვლელი აღთქმა რჩება, ვინმე თქვენგანი დაგვიანებული რო არ აღმოჩნდეს, რადგან კი გვეხარა, როგორც მათ, მაგრამ მოსმელი სიტყვა სარგებლობა არ მოუტანია მათთვის, რადგან სმელთა რწმენას არ შეერწყა. სიმშვიდეში კი შევდივართ მორწმუნეები, როგორც მათ თქვა. ამიტომ დავიფიცე ჩემ რიცხვისას, რომ ვერ შემოვლენ ისინი ჩემ სიმშვიდეში, თუმცა ღვთის საქმენი დასრულებული იყვნენ ჯერ კიდევ წუთის სოფლის დასაბამიდან. და მეათე თავში, ახლა როცა იცით სახარება, ნუ არყოფთ სახარებას, თორემ უფრო მკაცრი სასჯელი გელოდებათ მარადიულად, რადგან შეიცანით ჭეშმარიტება და მაინც უარყავით ეს ჭეშმარიტება. ასე რომ ეს არის ერთ-ერთი ესეთი გამაფრთხილებელი მონაკვეთი. და ჩვენ მეშვიდე მუხლში ამ მეექვსე თავის თუ დააკვირდებით, ნახეთ რას ამბობს მიწა, რომელიც სვავს მასზე ხშირად მოსულ წვიმას და იძლევა სასარგებლო ბალახს მათთვის, ვინც მას ამუშავებს, იღებს კურთხებას ღვთისაგან, ამრიგად წვიმა სახარებას აგავს. ის მოდის და მორწმუნეებში იძლევა ბალახს, ნაყოფს, სასარგებლოს, მაგრამ თუ ის ეკლებსა და ბარდებს იძლევა, ანუ ნაყოფს არ იღებს, უარყოფილია და წყევლის პირასა, რომელსაც ბოლოს დაწვა ელის. ის იმავე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, თუ მოусმენთ სახარებას, დაიჯერებთ სახარებას, როცა ის წვიმასავით ჩამოვა, ის კურთხევას მოგიტანთ. თუ არა და ის ეკლებსა და ბარდებს გამოიღებს და დაწყეული იქნება და ეს ყველაფერი დასაწვავად, ანუ ჯოჯოხეთის სურათი არის აღწერილი, დასაწვავად გაიტანენო. ამგვარად ის ამ გადაწყვეტილებით მიმართავს იმ ადამიანებს და შემდეგ მე-9 მუხლში ის მობრუნდება და ამბობს, მაგრამ ხედავთ, რა არის შემდეგი სიტყვა? საყვარელო. და ეს უკვე ესაუბრება მორწმუნეებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ თქვენთან დაკავშირებით უკეთეს რამეშიო. დიახ, რაც თან ახლავს ამ ხსნას. ხედავთ ამ განსხვავებას? ახლა ის უკვე მიმართავს მორწმუნეებს და დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ გადარჩენილი ხართო, ასე რომ თქვენ გადადიხართ გამაფრთხილებელი მონაკვეთიდან, სიტყვა მაგრამ აკეთებს გადასვლას და ის უკვე ესაუბრება ჭეშმარიტ მორწმუნეებს. გასაგებია? დიახ, მადლობა ჯონ, გასაგებია.